მოგესალმებით, ბავშვებო, დღევანდელი ჩვენი გაკვეთილის თემა არის ამინდზე დაკვირვება. მოდით თავიდან გავიხსენოთ, რომელი ხელსაწყოებით ზომავენ ჰაერის ტემპერატურას, ნალექების რაოდენობასა და ქარის მიმართულებას. ალბათ გვახსოვს, რომ ტემპერატურას თერმომეტრებით ზომავენ, ნალექების რაოდენობას ნალექმზომებით, ხოლო ქარის მიმართულებას ფლიგელით. ახლა კი ვისაუბროთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ამინდის წინასწარ-ცოდნა სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებისთვის. ფრინავებს თუ ნისლიანი ამინდი შეხვდებათ აეროპორტში დაშვება გაუჭირდებათ. ასევე ჭექა-ქუხილის დროს შეიძლება მეხი დაეცეს და დააზიანოს როგორც თვითმფრინავი, ისე მასში მყოფი ხალხი. მეზღვაურებისთვისაც მნიშვნელოვანია ამინდის წინასწარმეტყველება, რადგან შესაძლოა გემი შტორმში მოხვდეს და მისი დაღუპვა გამოიწვიოს. მანქანის მძღოლები კი შესაძლოა მეწყერ საშიშ ადგილას მოხვდნენ და დაზიანდნენ. ამ ფოტოზე ჩვენ ვხედავთ მეტეოროლოგიურ სადგურს, სადაც ამინდზე დასაკვირვებელი ხელსაწყოებია განთავსებული. ეს პატარა ჯიხურები ბუდრუგანაა, რომელშიც თერმომეტრებია მოთავსებული და დღეში რამდენჯერმე ამოწმებენ მონაცემებს. ფოტოზე ვხედავთ ასევე ნალექმზომსა და ფლუგერს. ფლუგერი, როგორც ვიცით, გავიმეოროთ კიდევ ერთხელ, ქარის სიჩქარესა და მიმართულებას ზომავს. მეტეოროლოგები კომპიუტერის დახმარებით ამინდზე დაკვირვების მონაცემებს შეისწავლიან და ამინდის რუკებს ადგენენ. ამ რუკების დახმარებით ისინი წინასწარმეტყველებენ, როგორ შეიცვლება ამინდი მომავალი დღეების განმავლობაში. ამას ამინდის პროგნოზი ჰქვია. ამინდის წინასწარმეტყველება მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე შეიძლება. თუმცა ამინდი ზოგჯერ ისე სწრაფად იცვლება, რომ მეტეოროლოგების პროგნოზი არ მართლდება. ამ ფოტოზე ჩვენ ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების მეტეოროლოგიურ რუკას. ახლა გავიხსენოთ დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი. ალბათ ყველას გვახსოვს, რომ ეს არის მთვარე. ხოლო ხელოვნური თანამგზავრები ამჟამინდელი ინფორმაციით 8300-ია. ამათგან 3000-მა სატელიტმა თავისი სამსახურეობრივი მისია ამოწურა და სრულიად უფუნქციო კოსმოსის ნაწილი გახდა. მეტეოროლოგებს ამინდის პროგნოზირებაში დედამიწის ხელოვნური თანამგზავრებით ძალიან ეხმარება. მათზე დამაგრებული სპეციალური ხელსაწყოები ჰაერში მომხდარ ცვლილებებს დედამიწაზე გადმოსცემენ. იმედია მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი ვიდეო. მადლობთ ყურადღებისთვის.